ეს საოცარი ადგილი ბორჯომ ახალქალაქის ტერიტორიაზე, ქცია ტაბაწყურის აღკვეთილში მდებარეობს. აქ ზღვის დონიდან 1991 მეტრზე საოცარი სანახავია ალპური მდელოებით შემოსილი ფერდობების შუა მდებარე ტაბაწყურის ტბა და მასში შეჭრილი ნახევარკუნძული, რომელზეც სოფელი ტაბაწყურია გაშენებული. ეს კი დიდი თავკვეთილის ვულკანური მთაა და საქართველოში მდებარე ჩამქრალი ვულკანებიდან ერთ-ერთია. დღეს ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო ადგილის შესახებ ინტერნეტიდან ვიღებთ, მაგრამ იმისათვის რომ ნანახი პირადად შეიგრძნო, როგორმე დრო უნდა გამონახო და გზას დაადგინო. ჩვენც ასე მოვიქეცით და ტაბაწყურის გზას დავადგით. ტბაზე მოსახვედრად ორი გზით მისვლა შესაძლებელია. ერთი გზა ბაკურიანიდანაა, მთლიანად გრუნტიანი. გზად თვალუწვდენელი სუბალპური მდელოები და 9 წყაროს უღელტეხილია გადასალახი. მეორე გზა კი ახალქალაქის მხრიდან მოასფალტებულია, თუმცა ბევრად უფრო გრძელია, თითქმის 100 კილომეტრი. ჩვენ დღეს თქვენთან ერთად ორივე გზას გავივლით და მოვინახავთ. გივი ფილმს მოგზაური უკვე 1 წელია, რაც ქართული YouTube-ის სივრცეს შემოუერთდა. ჩვენი მიზანია შევქმნათ საინტერესო და გამორჩეული კონტენტი მოგზაურობის შესახებ. ჩვენი მასალა ძირითადად საქართველოს ზღაპრულ ბუნებას შეეხება. გარდა ამისა, ჩვენ მოგზაურობთ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ვაქვეყნებთ გზამკვლევებითა და სასარგებლო რჩევებით გაჯერებულ ვიდეოებს. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს მოგზაურობას. ტბისკენ ბაკურიანის მხრიდან წასვლა გადავწყვეტეთ, რადგან ვიცოდით, რომ შემოდგომა საოცარ ფერთა ჰარმონიას დაგვახვედრებდა. გავიარეთ ბაკურიანი და აქედან იწყება გრუნტიანი გზა. ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე 27 კილომეტრია. გასავლელია მიხვეულ-მოხვეული გზა, რომელზეც სწრაფად მანქანის დაზიანების ტოლფასია, თუმცა ნელა სიარულისას ვერ მოიწყენ, რადგან გარშემო ულამაზესი ხედები იშლება. ნელ-ნელა ვუახლოვდებით ალპურ ზონას. ხეების ფოთლებს უკვე სიყვითლე აქვს შეპარული და ეს ყველაზე კარგად დრონის კადრებიდან ჩანს. წყაროს უღელტეხილზე ბლოკპოსტი დაგვხდა, სადაც სამხედრო პირებმა საბუთები გთხოვეს და 5 წუთიანი ლოდინის შემდეგ უპრობლემოდ გაგვატარეს. გადავდექით უღელტეხილიდან და დაიწყო გრძელი გზა ალპური ზონის გავლით. თვალუწვდენელ მინდვრებზე შორიდან მხოლოდ ცხვრის ფარები მოსჩანს. ხშირად დაინახავთ არწივებს, რომლებიც ფარას თავს დასწრიალებენ. ცხვრებს კი მეცხვარე ძაღლები იცავენ, რადგან ამ მიდამოებში ბევრი 4 ფეხა მტაცებელი დარბის, თუმცა ამაზე მოგვიანებით. გზაზე გვხვდებიან ცხვრის ფარები და მათი მეთვალყურე მეცხვარის ძაღლები ეკლებიანი საყელოებით. მომთაბარეთა დროებითი ბანაკები. ამ ველებზე მომთაბარეობენ ეთნიკურად სომხები. ამოდიან ჯავახეთის სამხრეთის მხრიდან. ცხოვრობენ დროებით ბანაკებში, რომლებიც ძირითადად ვაგონის ფორმის საცხოვრებლებს წარმოადგენს. არიან წამოსული ოჯახებად და რა თქმა უნდა, ბავშვების თანახმად. აქ რჩებიან დაზამთრებამდე და აძოვებენ ცხვარს. შესანიშნავი ადგილებია ველური ბუნების ფოტო გადაღებისათვის. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ფოტომოყვარულმა ან პროფესიონალმა ფოტოგრაფმა თავი იმ სამყაროში იგრძნოს, რაზეც ალბათ ბევრჯერ უოცნებია. აქ ბინადრობენ მტაცებელი ფრინველები. სულ დაფიქსირებულია ძუძუმწოვარი ცხოველების 45 სახეობა. ბუნების ამ მრავალფეროვნების გამო 1995 წელს საარსებო გარემოს ამ უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიების და ეკოსისტემების დაცვის მიზნით დაარსდა ქცია ტაბაწყურის აღკვეთილი. გრძელი მოგზაურობის შემდეგ ტბის მიდამოებიც გამოჩნდა. ტაბაწყურის ტბა წყლის მოცულობით უდიდესია საქართველოში. სიღრმით კი მეორეა რიწის ტბის შემდეგ. მისი მაქსიმალური სიღრმე 40 მეტრია, ხოლო საშუალო სიღრმე 15 მეტრს შეადგენს.
ტაბაწყურის ტბა მასში არსებული კუნძულით და გარშემო მდებარე ჭარბტენიანი ტერიტორიებით მობუდარი და გადამფრენი ფრინველებისათვის უმნიშვნელოვანესი ადგილია. ეს მიდამოები იშვიათი სახეობის იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენლის გარიელას ისტორიული საბუდარი სივრცეებია. ეს სახეობა საქართველოში გადაშენების პირას ყოფადაა მიჩნეული. ფრინველთა დაცვის საერთაშორისო ასოციაციამ ტაბაწყურის ტბას მიანიჭა ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილის საერთაშორისო სტატუსი. ნაკრძალი იცავს აქაურ ალპურ ჰაბიტატებს, ტაბაწყურის ტბას და მიმდებარე ჭაობებს. დეკემბრიდან გამოზაფხულამდე ტბა სრულად იყინება. ზოგჯერ ისეც, რომ მასზე შესაძლებელია სიარული და თქვენ წარმოიდგინეთ თოლმავლებით ქროლვაც კი. ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა სოფელი ტაბაწყური. ტბასთან არის კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული ზედა ზონის სოფელი მოლითი, რომელიც ბორჯომიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. ნახევარკუნძულზე გაშენებულ სოფელ ტაბაწყურში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. ძირითადად ეთნიკურად სომხები არიან. მისდევენ მეთევზეობას, მესაქონლეობას. კარგად იყენებენ ნახევარკუნძულის ნოყიერ მიწას და მოყავთ კარტოფილი, სხვადასხვა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. სოფელი ტაბაწყური ჩანს პირდაპირ. აქ შუა ტბაში არის ერთ-ერთი კუნძული, კიდევ რამოდენიმე კუნძულია. ზღვის დონიდან ვიყვებით 1991 მეტრზე. ეს ყოფილა საქართველოში სიდიდით მეოთხე ტბა და წყალუხვობით თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილა ფარავნის ტბაზე დიდი. დაგვიფასდა მე მგონი მოგზაურობა, იმიტომ რომ ძალიან მაგარ ადგილზე მოვედი. ძალიან ლამაზი ბუნებაა, ზღაპრული ადგილია, ულურჯესია ტბა, რომელიც მდიდარი ყოფილა სხვადასხვა ჯიშის თევზით, ნავებითაც დადიან ტბაში და თევზაობენ და ყველაზე საინტერესო რაც არის, აი იქ მოჩანს, ეს არის ჩამქრალი ვულკანი. ორი სიტყვით კიდევ ერთხელ შევეხოთ ვულკანს. მისი დასახელებაა დიდი თავკვეთილის ვულკანური მთა. არის აბულ-სამსარის ქედის ჩრდილოეთის შემადგენელი ნაწილი. მისი სიმაღლეა 2583 მეტრი. აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. ის საქართველოში მდებარე ჩამქრალი ვულკანებიდან ერთ-ერთია. კალთების ქვემოთ შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოები. თავად თავკვეთილის ვულკანურ კრატერში დგება წყალი, რომელსაც დროებით ტბას ეძახიან. აქედან იწყება საფეხმავლო ტურები, რომელიც გაივლის ზღვის დონიდან 2565 მეტრზე მდებარე ლევანის ტბას და გრძელდება ფარავნის ტბის მიმართულებით. ამ გზით ჩავედით სოფელ ტაბაწყურში, რათა მოგვეხერხებინა მისი კარგად გადაღება და დათვალიერება. ასევე დრონის აფრენაც, თუმცა ამას საშიშროებას ძლიერი ქარი უქმნიდა. მოსახლეობა ძალიან კეთილი განწყობილნი აღმოჩნდნენ ჩვენს მიმართ, იძლეოდნენ თავაზიან ამომწურავ პასუხებს. ქართული თითქმის არ იციან, თუმცა მაინც ახერხებენ და გატეხილი ენით თავაზობენ ადგილობრივ პროდუქტს, კარტოფილს, კომპოსტოს, მწვანეს და სხვა სახეობას. მივდივართ სოფლის ცენტრში, სოფელი ტაბაწყური. სოფელში არის მე-10 საუკუნის ტაბაწყურის წითელი ეკლესია, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ მხარეში ეკლესიები ძირითადად ბაზილიკური სტილისაა. ნაშენია ტუფის და ამქვის მოწითალო შეფერილობის გამო უმეტესობას წითელი ეკლესია ჰქვია. ნინოყალა, წითელი საყდარი, სოფელ მოლითის წითელი ეკლესია, ხარაბა, წითელი საყდარი, სოფელ ტაბაწყურის წითელი ეკლესია. აქ ალბატონი შემხვდა. ვესაუბრეთ, მკითხა, რომელ ენაზე საუბრობთო, რუსულად თუ საუბრობთო, მე თვითი ვსაუბრობთ რუსულად, მაგრამ ქართული გვიცემია. შემომთავაზა მყველი, შემომთავაზა არაჟანი, მე მკითხა თქვენსკენ ცივა თუ არაო, მე უპასუხე კი მეთქი. მაშინ წინებსაც მოხდით, ჩემი მოგსოვილი წინები მაქვსო? ხო, მოყოფებით სოფელ ტაბაწყურში. ძირითადად როგორც შევატყოთ, ცხოვრობენ, ძირითადად კი არა, მე მგონი საერთოდ აქ ცხოვრობენ სომხები. რადგან სასაფლაოზე წარწერები იყო სომხურად, ტაძარიც იყო სომხური. სოფელში არის ოჯახური ტიპის სასტუმრო. აქვეა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში აშენებული სომხური ეკლესია, თეთრი საყდარი. უფის ესეთი მცირე სამრეკლოა გუმბათის სახით.
დაგლოცულობენ ადგილობრივი სომხები. სამწუხაროა რომ ჩვენ სამშობლოში, საქართველოს ტერიტორიაზე არის სოფელი დაბაწყურის ტბის პირას, სადაც არ ცხოვრობს არც ერთი ქართველი. არიციან ნორმალურად ქართული. ქალბატონმა მკითხა, იმერეთის რომელი ქალაქიდან ხარ? მახარაძედანო? ისიც არ იცის რომ მახარაძე და მაიაკოვსკი აღარ ქია ქალაქებს. ეკლესიის წინა ფასადი აშენებულია ტუფით, როგორც პატივცემულ სომხებს უყვართ, აგერ ჯვარიც წითელი ფერის ქვითაა მოწყობილი და ზედ არის სომხური წარწერები. ეს ქალბატონი, რომელმაც შემოგთავაზა. ნახე რა კაი დაბარბო. მართლა? წავიდა უკვე იყიდა? წავიდა? მადლობა, კარგად იყავით. მადლობა. შეგლეთ ამ ქალბატონმა შემოგთავაზა, უგნებავთ ჩემი მოყვანილი კარტოფილი და ჭარხალი იყიდეთო. მარიკა წავიდა და ნახოთ აბა რა იყიდა და რა შეიძინა. ადგილობრივების უბანში გავივლით. პატარა ბიჭი გავიცანი, აგერ პატარა გოგო მარიკას უყიდია რაღაცები, ნახოთ აბა რა იყიდა, დავათვალეთ რა იყიდე მარიკა. გამარჯობა. აკაი გოგოა, ნახე. სალამაზი ხარ. აბა რა იყიდე მარიკა. კომბოსტო ვიყიდეთ, კარტოფილი ვიყიდეთ და კიდე რა ვიყიდეთ? ბორშის მასალა ძალიან გვიხარია მე და ჩემშილებს ძალიან გაგვეხარდება ბორშის მასალა, იმიტომ რომ როცა ცუდად ვიქცევით ხოლმე, მაშინ მოგცემთ. დრონის კადრების გარეშე აქედან წასვლა არ მინდოდა. ქარი ხან ჩადგებოდა, ხან ისევ გაძლიერდებოდა. ამის ფონზე მაინც შეუძლია მცირე ვიდეოს გადაღება. თუმცა აქაურობისთვის ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. ჩემი ქარწაღებული დრონი როგორც იქნა დავიჭირე და ფოტოაპარატს მივაშურე. ეს ადგილობრივი ვერმოხაა, რომელსაც კარგ ახანს ვესაუბრე. ქართულად გამართულად საუბრობს, მითხრა რომ მთელი ცხოვრება აქ აქვს გატარებული. შვილები ყავს, რომლებიც აქ აღარ ცხოვრობენ. მომიყვა ამბები თავისი ცხოვრებიდან. ეზოში 3 მანქანა უდგას. მათგან ერთ-ერთი ლურჯი ვაზ 2107-ია, ეგრეთ წოდებული 07. სურათის გადაღებაზე ზრდილობიანად მითხრა უარი. დამშვიდობებისას გვირჩია რომ უკვე საღამოვდება. 9 წყაროს უღელტეხილს ნუღარ გადაივლით, გაგაღამდებათ და გაგიჭირდებათო. ჯობია ახალქალაქის მხრიდან წახვიდეთ. დრო იგივე დაგჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად გრძელი გზააო. ჩვენც ასე მოვიქეთით, რადგან მეორე გზაც აუცილებლად უნდა გვენახა. დავადექით შემოვლით გზას, გავიარეთ სოფელი მოლითი. სოფელში საქმიანი ფუსფუსია, გარშემო ყველა საშემოდგომო საქმიანობითაა დაკავებული. ამასობაში დავამთ. გრძელი გზა გავიარეთ, სანამ ახალ ქალაქს ჩავუვლიდით გვერდს. თვალი შევავლეთ ხერთვიცის ციხეს, გავიარეთ ქალაქ ასპინძაში და მივადექით ახალ ციხეს. მიუხედავად დაღლილობისა, ნამდვილად არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ ამ ულამაზესი ქალაქის ღამის კადრები არ გადაგვეღოთ. თქვენს წინაშეა ქალაქი ახალციხე და მისი მშვენება ახალციხის იგივე რაბათის ციხე.
არხის შემდეგი ვიდეო იქნება გზამკვლევი რომში მოგზაურობის შესახებ. ასევე ვეწვევით ვატიკანს სახელმწიფოს ქალაქში. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ამით დაგვეხმარებით მის განვითარებაში.